საქართველოში ბუნებრივი კატასტროფები ყოველწლიურად ხდება. 2008 წლის 19 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა მეწყერმა ხელვაჩაურის ერთ-ერთი ოჯახის 3 წევრის სიცოცხლე შეიწირა. დანგრეული სახლები და დაკარგული სიცოცხლე ის მემკვიდრეობაა, რასაც სტიქია მოსახლეობას უტოვებს და რასთან ერთადაც ადამიანები ცხოვრებას სწავლობენ. მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერ შემეშინდება, რომ რა მოხდა, არიქა ხომ არ დაინგრა მეთქი და რომ მოვედით, ჩავარდნილიყო პოლი, დაშლილიყო ბოსელი, დახჩობილიყვნენ 3 პირუტყვი. ეს დანგრევები აგერო წამოვიდა და ის იქნა, რა ქვია, ჩაიყოლა ამიტომ სახლის დანგრევებია, ჩემი სახლის დანგრევები, ჩამოიტანა ართლად. ეს სახლი რა შეობა, ესე ხმას გამოსცემს და ეს რომ მიწევს ეტყობა რაღაც კაცუნობს, ხმაურობს. საფრთხე ასე რომ ყოველწუთშია, ყოველთვის არის, ვინმე პატრონი რომ არ უყავს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. მხოლოდ 2005-2006 წლებში საქართველოში სტიქიურმა უბედურებებმა 5000-ზე მეტი სახლი დაანგრია. დაახლოებით ამდენივე სახლი კი დაზიანდა. მეწყერ საშიშ ზონებში მდგარ დაზიანებულ სახლებში ადამიანები მაინც ცხოვრობენ. ისინი საკუთარი სიცოცხლით ყოველდღე რისკავენ. კუხნაში დავიძები, გამოვარდები, ჭექა, კუხილი, შიშით კვანკალებ, ხან ახოში გევცივი. ხან მაგერი გამივცივი და ღმერთუდი მეფარემეთქი. ერთი 10 წელი იქნება და ნელა და გეიხსნა უკვე. ხალის დროს იმატება. ბუქის დროს ღამეში ადგება შვილი, ავამტყობი და თოვლს ყრის. და ხანგრძლივი კოკისპირული წმები როცა არის, სახში არ გეიჩერება, მაგალითად და ვერ ვჩერდები. ნუ უბრალოდ მე ვარ და ცოლ-შვილს ხიზნავ რა. რომ საქონელსაც ხომ ვერ გედაიყვანა რა. კიდე კაი რომ ხის სახლები გვაქვს, ეგე. თორე აი ბორბლებზე რომ შეაყენო და რომ ატარო ასე დადეს და ასე მოძრაობს ეს სახლები. აჭარაში ხის სახლი უფრო გამძლედ ითვლება. როცა ნიადაგი მოძრაობას იწყებს, ხის სახლებს შლიან და შორიახლო შედარებით უსაფრთხო ადგილას გადააქვთ. შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრმა აზურ დუმბაძემ მაგალითად თავისი ხის სახლი ორჯერ დაშალა და გადაიტანა. იქვე მის მეზობლად მდგარი ბიძაშვილის თქვის სახლისგან კი მხოლოდ საძირკველი და კედლის ნანგრევები გადარჩა. გეოლოგები ლაპარაკობენ, არ შეიძლება აქ ცხოვრება. ერთი წუთითაც. თქვენ შეჩვეული ხართ და ვერ ხდებითო და იქ მაშინ წვიმა იყო რომ ამევიდა და იქაც გაგიჟებული იყო რომ აქ არ შეიძლება ცხოვრება საერთოდ. თუმცა ხის სახლებსაც თავისი გამოყენების ვადა აქვს. შუახევში, სოფელ ბუთულაურში ზურაბ დიასამიძემ მამის აშენებულ ხის სახლს უკვე 3ჯერ შეუცვალა ადგილი. ახლა ოჯახს საფრთხე კვლავაც ემუქრება, თუმცა იგი სახლს უკვე ვეღარ დაშლის. გადატანა რომ დამჭირდეს ვეღარც გადავიდან შეიძლება ეს. სახლის ძველია რო დავანგირო, მაგას ვეღარ სავაწყობ ალბათ. მასალა დაჭირდება. ბუთურაულის თავზე აღმართული კლდე გაიბზარა. კლდის ზემოთ თიხნარი მიწა კი ეროზიულია. ყოველი წვიმის დროს ამოძრავებული ნიადაგი სოფელს წალეკვით ემუქრება. ზურაბ დიასამიძის ეზო ზუსტად კლდის ქვემოთაა. ეზოს შორიახლო დაყრილი ესლოდები წვიმის დროს მეწყერმა ჩამოიტანა. სახლს შავარადი დრუნქვილმა. სახლთან აი ასახლოს. გადავიტანეთ სხვაგან. და ახლა კიდევ ისეთ მდგომარეობაში ვარ. არანაირი შედეგი არ არის თავრობის კუთხიდან. მხოლოდ დაპირებები. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ მოპოვებული მონაცემებით 1999-2007 წლებში მხოლოდ შუახევის რაიონს ბუნებრივი კატასტროფების გამო 10-15 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამ წლების მანძილზე სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შუახევის გამგეობაც დაეხმარა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. თუმცა დახმარების ჯამური რაოდენობა მიყენებულ ზარალზე ბევრად ნაკლებია. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა შუახევის, ხულოს, წალენჯიხისა და მესტიისათვის ბოლო 10 წელიწადში სტიქიური უბედურებებით მიყენებული ზარალის ოდენობაზე ინფორმაციაც გამოითხოვა და სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებას შეადარა. ზარალი ან კომისიების შედეგად, რომელიც დგებოდა ყოველი კატასტროფის შემდეგ, შეფასებული არის დაახლოებით 25-26 მილიონ ლარად და ჩვენი გათვლებით ის დახმარება, რომელიც ამ ადამიანებს აღმოუჩინა სახელმწიფომ, 2 მილიონ ლარზე მეტი არ არის. თუ არ ჩავთვლით რა გარკვეულ ოჯახებს, რომელსაც შეუძინეს სახლები და გადაასახლეს, თქვათ, წალკაში. ეს ადამიანები არიან ძალიან ცოტანი. სოფლიო ბანკის გამოკვლევების თანახმად 1999-2008 წლებში მთელ საქართველოს ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად 552 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. ეს მონაცემები ბევრად ნაკლებია სომხეთსა და აზერბაიჯანში. დაახლოებით 107 და 110 მილიონი არის ზარალი. სომხეთში 107 მილიონი, 110 მილიონი არის აზერბაიჯანში. საქართველოში ზარალი დიდია. ზარალის ლიკვიდაციისათვის გაღებული თანხა კი მცირე.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისათვის დაახლოებით 26 მილიონი ლარი დახარჯა. 4 მილიონზე მეტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 3 მილიონ ნახევრამდე ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ტოლუნთა და განსახლების სამინისტრომ 2 მილიონზე მეტი გაიღო. დაზიანებული გზებისა და ელექტროგადამცემების რეაბილიტაციისათვის კი 16.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ზარალი ლიკვიდაციისთვის გაღებულ თანხას სულ მცირე 100-ჯერ აღემატება. ბიუჯეტიდან გაღებული ისედაც მცირე თანხიდან დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსაციის მიზნით კიდევ უფრო ცოტა ფული იხარჯება. დაზარალებული ოჯახების უმრავლესობა საერთოდ უკომპენსაციოდ დარჩა. 3 წელი გევდა რომ ამ სახლში ვცხოვრობ აჰა და ვინმე არ მოსულა და ერთი რამე არ გუთვალისწინებია. ჯერჯერობით დახმარება არაფერი არ მაქვს მიღებული. ველოდებით და არაფერი წარმოიდგინეთ ახლა აქ როგორი ცხოვრებ და ძირი ცხოვრებას ამას ბოლომდე ვერ იცხოვრებ. შვილები მყავს 2, რას სად იცხოვრებენ და სად წავლენ. ყველაზე უფრო მტკივნეული და აუნაზღაურებელი ზარალი ადამიანთა სიცოცხლეა. შიდა გასაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მონაცემების მიხედვით 2005-7 წლებში ბუნებრივი კატასტროფების გამო 46 ადამიანი დაიღუპა, 635 კი დაშავდა. მეზობლებისა და ახლობლების სიკვდილი ოჯახებს სხვაგან გაქცევისკენ უბიძგებს. სახელმწიფო ეკოკატასტროფებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას მოსახლეობის სხვა რეგიონებში გადასახლებითაც ცდილობს. დახმარების ეს გზა მოსახლეობის უმეტესობისათვის არახელსაყრელია. ხოლოს ერთ-ერთი მაცხოვრებლის თამაზ პაქსაძის თქმით, წალკაში გადასახლებული მისი მეზობლების დიდ ნაწილს სახლები დღესაც არ აქვს გამოსყიდული. მეც ვიყავ ორ ხელ ვიყავი ჩასული ჩაგვეყვანეს იგა დაგვყარეს წალკაში. ერთი თვე ერთ ხელ ვიყავ, 40 დღე მეორეთ ვიყავი. შეგესყიდოთ უნდა ასეთი პროგრამა, შეველით ერთი სამარშრუტო ავტობუსით ჩაგვეყვანეს, დავყარეთ და ჩვენ ვეძებეთ თვითონ, მაგრამ ფული რო არ მქონდა რამე ყიდა ბენზინი, კიდე რამეს არ გჩუქნეს იქ. ავტო წამოვედით და ვართ ასე და არკიდან დავამუშავებთ ჩვენ ამას. 3 ბიჭი მყავს. 3 ბიჭი იქ 3-ის ცხოვრებას იმიღდგენენ, ვერა. ხონში ვიყავით წასულები, იქ ციხის ადგილებში პატიმრების ნამყოფ ადგილებში დაგვინაწილეს თითო ოთახი. მე თვითონ 2 ღამე გავათიე და მე ვთხარ აქ ვერ ვიცხოვრობ მეთქი და წამოვედით იქედან. მათ კი ვინც დარჩენა ამჯობინა არც მზასახლი დახვდა და არც არიელი მიწა სოფლის მეურნეობისათვის. ეკომიგრანტების უდიდესმა ნაწილმა სახლებიცა და მიწათ ფაქტობრივად მიიტაცა. ჩასახლებულ და ადგილობრივ მოსახლეებს შორის რამდენჯერმე სერიოზული დაპირისპირებაც მოხდა. იყო ადამიანთა მსხვერპლიც. ექსპერტების აზრით, ოჯახების სხვაგან გადასახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლონ ბუნებრივი კატასტროფის თითოეული ადგილი. უნდა იქნეს გარჩეული, რომელი ეკოლოგიური რაც ისე იგი შეუძლებელი დარჩენა და საჭიროა მის რა ქვია გაყვანა ეკომიგრანტების სახით, მეორე შემთხვევაში მართალია სტიქია განვითარდა, მაგრამ იქვე მოიძებნოს ადგილი, რომ დასახლდეს იმავე რაიონში, იმავე ტერიტორიაზე. ასეთი კვლევებისათვის სახელმწიფო ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხას იხდის. 2000 წლის შემდეგ არ არსებობს საქართველოს მთელი ტერიტორიის გრძელვადიანი გეოლოგიური პროგნოზი. ბოლო ასეთი პროგნოზი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს 1980 წელს შეიქმნა და იგი 1980-2000 წლებამდე პერიოდს მოიცავდა. დღესდღეობით გეოლოგიური შესწავლა მხოლოდ ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიებს უტარდება. არადა ყველა მეწყერი თავისებურია და განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს. პროცესი სულად განსხვავებულია. მეწყერია ყველა გეოლოგიურში განსხვავებული. ერთ-ერთია ხასიათს არ არის. ცირემიწიან ზემოაჭარაში ტერიტორიები მართლაც გადატვირთულია. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ხულოს რაიონში მოსახლეობის რიცხვი 15-დან 35,000-მდე გაიზარდა. სხვანაირი მდგომარეობაა სვანეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, თავისუფალი მიწები კი უფრო მეტი. მესტიის ერთ-ერთი რაიონი ლალაიდი ორღელეს შუა მდებარეობს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ღელები დიდება და მთელ უბანს წალეკვით ემუქრება. გაზაფხულზე, როცა თოვლის ნობის ეს არის სეზონი, ასევე შემოდგომის თვეებზე, უბრალოდ წყალი დგას იმათ პირველ სართულებზე თითქმის ყველას. და ასევე გადაადგილებას არ ვინც არ შეუძლია წასულა ან რაღაცა, ან არ უნდა რეზინის ვალინკები დადიან პირველ სართულზე. მანანა გოშთელიანის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გაზაფხულობით და შემოდგომობით დატბორილ სახლში ცხოვრობს. აი ვალინკებით შევდივარ საწოლ ოთახში, ვალინკებს ვიხდით იმის გვერდით ლოგინის და ისე ვწვევით. ჩემი შვილები ამბობენ, აბა ამ ჩვენი ამატყობობა რაც გასაკვირი იქნებაო,
ბასეინში ვწევართო. ლალაიჩი მდგარი დანგრეული სახლების მეპატრონეებმა საკუთარ თავს თავად უშველეს. ზოგი ზუგდიდში გადასახლდა, ზოგი წალკაში. არადა მესტიაში და მთლიანად სვანეთში არის ადგილები, სადაც დაზარალებული ოჯახების დასახლება შეიძლება. მაგალითად ზემო სვანეთი. იქ რა ქვია, ტერიტორია დიდია, იქ არ იყო მაგალითად რა ქვია, ისეთი აუცილებლად როგორც აჭარაში, ვთქვათ, გაყვანა მოსახლეობის. და სამწუხაროდ აი საბჭოთა წყობილების და ძალიან ბევრი გავიყვანეთ. ეგრეთ წოდებული ეკომიგრანტების სახით. სხვა რეგიონში გადასახლება დღესაც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ძირითადი გზაა. მესტიის მუნიციპალიტეტის მონაცემებით 2004 წლებში მესტიაში სტიქიური უბედურებების გამო 880 ოჯახი დაზარალდა. აქედან 130-მდე ოჯახი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაასახლეს. გეოლოგიური თავისებურებების გამო საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიური კატასტროფები ხდება და კვლავაც მოხდება. ექსპერტების თქმით, ჩვენს ქვეყანაში 52,000 მეწყერსაშიში ზონაა აღმოჩენილი. აქედან 10,000 აქტიურია. საქართველოში 3,000 ღვარცოფმატარებელი მდინარეა და მდინარეების უაღრესად მრავალფეროვანი ქსელი. გარდა ამისა, ბოლო 2 წლის მონაცემებით საქართველოში ნალექების საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 1/3 მოიმატა. სწორედ ეს მონაცემები საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშ აყენებს. და სად არის ყველაზე ის რა ქვია საშიშ ზონები? მთელი აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, მთლიანად სვანეთი, ცხეთათიანეთი, სამეგრელო რა ქვია ზემოსვანი, სამეგრელოს წინამთების ზონა, იბერეთის თიანი ზონა და ჯავახეთერა სამცხე. ფაქტურად გამოდის მთელი საქართველო. სწორედ ამიტომ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება უმნიშვნელოვანესია. ეს ფუნქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შემავალ სტრუქტურას ეკისრებოდა. ამ სამსახურს სახელით შესაბამისი ჰქონდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი. 2008 წლის აგვისტოში ცენტრი გაუქმდა და შეერწყა ახალ სტრუქტურას, გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სახელმწიფო ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისა და მონიტორინგისათვის ძალიან მცირე თანხას ხარჯავს, რის გამოც ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია ფერხდება. მაგალითად, სამინისტროს გეოლოგებს დღემდე არ გააჩნიათ ნიადაგის საბურღი აპარატი, რის გამოც გართულებულია მეწყერული პროცესების შესწავლა და ზუსტი პრევენციული ზომების დასახვა. მანქანაც არ ყავდათ ამ ცენტრის თანამშრომლებს 2007 წლამდე და 2007 წელს მოხდა ამათვის ავტოტრანსპორტის შეძენა. ანუ ავტოტრანსპორტიც არ ქონდათ, რითიც შეძლებდნენ ეს ადამიანები გადაადგილებას, რომ არაფერი ვთქვათ იმ სხვა სახის სპეციალურ ტექნიკაზე, რომელიც ამათ ჭირდებოდა. მონიტორინგისა და პროგნოზირებისათვის სახელმწიფო 2004 წლამდე მიზერულ თანხას ხარჯავდა. ყველაზე ბევრი, რაც სახელმწიფომ 2004 წლამდე პროგნოზირებისათვის დახარჯა, 1999 წელს გაღებული 1,5 მილიონი ლარია. თუმცა იმ წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს მთელი ბიუჯეტიც სიმბოლური იყო. პროგნოზირებისათვის გაღებული ხარჯი კი მთელი სამინისტროს ბიუჯეტს უტოლდებოდა და ხშირად აღემატებოდა კიდეც. 2004 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა. მონიტორინგისა და პროგნოზირებისათვის გამოყოფილი თანხები კი მკვეთრად არ გაზრდილა. 2007 წელს სამინისტროს ბიუჯეტმა 51 მილიონს გადააჭარბა, თუმცა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარს ოდნავ ასწდა. ბიუჯეტის არ ქონის გამო მთლიანად განადგურდა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელი, ამ მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრი აღარ მუშაობდა თითქმის არც ერთი მეტეოროლოგიური სადგური და ჰიდროლოგიური საგუშაგო, რომლებიც მუშაობდა ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის, რამდენიმე საერთაშორისო პროექტის დაფინანსებით, თუმცა ეს სადგურები თითქმის ჩამოსათვლელი არის. არადა სათანადო ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგისა და პროგნოზირების გარეშე ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია შეუძლებელია. საბჭოთა პერიოდში ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ცალკე სუბიექტი იყო და ყოველწლიურად დაახლოებით 7-8 მილიონი მანეთით ფინანსდებოდა. ამ წლებში რაოდენობა სადამკვირვებლო პუნქტებისა დაახლოებით 400-მდე იყო. გარდა ჩვეულებრივი სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებებისა, იმ წლებში წარმოებდა მეტად ძვირადღირებული, როგორც სამეცნიერო ასევე გამოყენებითი მიზნებისათვის უმნიშვნელოვანესი დაკვირვებები. დღესდღეობით სხვადასხვა ტიპის დაკვირვებები საქართველოში აღარ წარმოებს, რადგან ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი აპარატურა. ერთი ლოკატორი დღევანდელი ფასებით დავუშვათ გერმანული ან ფინური წარმოების ღირს 2 მილიონი ევრო. და ჩვენი მეცნიერების შეფასებით საქართველოს მინიმუმ 2 ასეთი ლოკატორი ჭირდება. ბოლო ათწლეულებში სამსახურს არათუ თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების საშუალება წაერთვა,
არამედ მარტივი დაკვირვებების ჩატარების შესაძლებლობაც შეეზღუდა. ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგოებისა და სადგურების რაოდენობა, რომელიც საბჭოთა საქართველოში 400-ს აღწევდა, ახლა რამდენიმე ათეულამდეა დასული. მე შემიძლია მოვიყვანოს თქვა სლოვაკეთის მაგალითი, სადაც აი ესეთი საგუშაგოები, რომელზეც ჩვენ ვიზაუბრეთ, რა არის 35, იქ არის 300-მდე და ეს ქვეყანა საქართველოს ტერიტორიაზე პატარა არის და ჰიდროლოგიური ქსელი ბევრად ნაკლები არის და ჰიდროლოგიური რესურსი ბევრად ნაკლები არის ამ ქვეყანაში. ძალზე შეზღუდული დაფინანსების პირობებშიც მონიტორინგისა და პროგნოზირების ყოფილი ცენტრის თანამშრომლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფის აცილება მაინც მოახერხეს. 2005 წელს მათ გააკეთეს პროგნოზი, რომ მოსალოდნელი იყო მდინარე არაგვის ადიდება. ამის შესახებ გაფრთხილებული იყო ყველა სათანადო ორგანო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის, ჟინვალის წყალსაცავის ადმინისტრაცია. ეს ასე წინასწარ არ მოხდებოდა ამგვარი გაფრთხილდება და დიდი ოდენობით წყალი თუ შევიდოდა წყალსაცავში, უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა დაწყებული წყალსაცავის ქვედა ბიეფიდან საქართველოს აზერბაიჯანის საზღვამდე ბევრ ადგილზე შეეძლო მდინარე მტკვარს იგივე დაეთმორა მიმდებარე ტერიტორიები და არ იყო გამორიცხული გამოიწვია მსხვერპლის. რაჭაში სოფელ გენდუში 250 სახლი დანგრევას, ხოლო მთელი მოსახლეობა სოფლიდან გადასახლებას გადაურჩა, რადგან მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გეოლოგებმა დიდი მეწყერის პროგნოზირება და პრევენციული სამუშაოების დაგეგმვა შეძლეს. ასეთი დასკვნები გაცემული გვაქვს 1000-ობით. რომ ეს არ ყოფილიყოს, დღეს ალბათ საქართველოს ნახევარი მოსახლეობის ძალიანწუ სიტუაციაში შედიოდა. აი მარტო მაგალითად შარშან გავეცით 1800 მეტი დასკვნა. პრევენცია რომ ბევრად ეფექტურია, ამაზე ქობულეთში ჩატარებული ნაპირსამაგრის სამუშაოებიც მეტყველებს. 2007 წელს სახელმწიფომ ზღვის ნაპირგასამაგრებლად 2.4 მილიონი ლარი გამოყო. რის შედეგადაც დანგრევას 2 სასტუმრო და 90 სახლი გადაურჩა. მათი განადგურებით გამოწვეული ზარალი მინიმუმ 4 მილიონი ლარი იქნებოდა. პრევენციის ეკონომიკურ ეფექტზე მრავალმა საერთაშორისო კვლევამ მიუთითა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების გაძლიერებისათვის დახარჯული თანხა სახელმწიფოს 10 მაგ მოგებას მოუტანს. ევროპაში ასია გენოციდი. თავი იმას დასტომიეთ რა უნდა გაკეთდეს და თვითონ დაკეთებით თავიანთ კერძო ტერიტორიას თავის სახლებს. რო ეთქვი იმას რა უნდა გაკეთდეს, ხოლო თუ თხარი გლეხს ვისიც არის ტერიტორიების რა გაკეთოს, თვითონ აკეთებს. ბუნებრივ კატასტროფებს მოსახლეობა საქართველოში საკუთარი შემოსავლითა და ფიზიკური ძალებით ებრძვის. სვანეთში მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ღვარცოფია. ბოლო წლებში სტიქია უფრო გაძლიერდა. სოფელში ღვარცოფის ჩამოზიდული ინერტული მასალების გორები დგას. რამდენიმე წლის წინ წყალი ალიოშა გიგანის სახლში შევარდა. 5 დღე მუშაობდით ხალხის დახმარებით, 5 დღე. როგორც იქნა ჩავაგდეთ კალაპოტში და აგერ ყანებში გავიდა მე ახ პირდაპირ ხალხის დახმარებით როგორც იქნა გავაკვლიეთ და თავის იმაზე ჩავაყენეთ კალაპოტში. ერთიანი ძალებით მოსახლეობამ სავალი გზის ნაპირზე რიყის ქვებისაგან გაბიონები ააგო. დოდო გიგანი, რომელიც ჩვაბიანში ავადმყოფი დისმოსავლელად ჩამოვიდა და დარჩა, ამბობს, რომ მულახის მცხოვრებლები საკუთარი თავის ანაბარად დარჩნენ. საკუთარი ხელებით უმკლავდება ხალხი. სულ საკუთარი ხელით. არანაირი ტექნიკა აქ არ არსებობს. რო ამოვიდეს და ემუშაოს აქ. აუცილებელია გასამაგრის სამუშაოების აკეთება. და ეს გასამაგრის სამუშაოები რო გაკეთდეს, ამისთვის საჭირო არის დახმარება, რა თქმა უნდა, ის ცემენტი, სილა გრუზავიკი სჭირდებათ, რომ მოიტანოს, ხო, იმან. მოამარაგოს რაღაცა. რა თქმა უნდა, ხალხი თვითონ დაეხმარება ახლა ის დატვირთვაში და გადმოტვირთვაში ყველაფერში. დიდი თოვლის დროს, როდესაც გზაზე ზვავი ჩამოწובה, მულახის თემის მაცხოვრებლები მესტიაში ავტობუსით კი არა ფეხითაც ვერ ჩავლენ. მულახის საკრებულოს ერთი გზის გამწმენდი ტრაქტორი რომ ყავდეს გზას ზვავისაგან თავად მოსახლეობა გაათავისუფლებდა. ტექნიკის გარეშე უზარმაზარ ზვავთან ჭიდილი შეუძლებელია. შარშანდელი ზვავი მულახში ივნისის თვეშიც ვერ დადნა, თუმცა ზაფხულში წყლად ქცეული თოვლის გადალახვა იოლია. კაცისთვის არ მიუხედავს ჩვენთვის რაიონში ტრაქტორები ყავს, მაგრამ არა შენ არ მომიკვდე, არავის არ მიუხედავს კაცისთვის. 80 წელს მიტანებული აკაკი გაბლიანი სოფელ ბერიანებში ცხოვრობს. ჩამოწოლილმა ზვავმა ის ერთადერთი გზა წაიღო, რომლითაც მისი სოფელი დანარჩენ სამყაროს უკავშირდებოდა. ახლა იმ ადგილას, სადაც გზა იყო, ტრანსპორტი კი არა ადამიანი და ნახირი ძლივს გადის.
აი, იძულებული ვარ ჩვენი ხელით ვაკეთებთ სამარხილე გზას და იმით მოგვაქვს შეშას და თივას. ხელახლა უნდა გავაკეთოთ როგორმე სამარხილე გზა. რომ მოვიმარაგოთ თივას და შეშას. ამიტომ ყველა სოფელი, ყველა საკრებულოს უნდა ყავდეს თითო ისა ტრანსპორტი. ასე არის. უნდა ყავდეს. ის ტრაქტორი იქნება, ბულდოზერი იქნება. ერთ-ერთი რაღაცა ხო უნდა იყოს. მულახს კი სჭირდება ნამდვილად ერთი. ზუსტად ასეთივე პრობლემა შეექმნათ ქედის რაიონის სოფელ ორცვას მაცხოვრებლებს. ორცვაში ჩამოწოლებულმა მეწყერმა 10 ოჯახი დანარჩენ სოფელს მოწყვიტა. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით აღადგინა გზა. ჩავაყუდეთ აქ კიბეები გავაკეთეთ. დავდექით და ამოვიღეთ ქვემოდან პოძები ჩავსვით. ხო და იმაზე დავაყენეთ აი ხეები. და გადის იმაზე გზა ახლა და ფაქტობრივად გზა ახლა მორებზე გადის. ახლა გადის მორებზე აი გზა. მოსახლეობის ხელით შეკეთებულ გზაზე მძიმე სატვირთო მანქანები ვერ გადადიან. 10 ოჯახს მარაგად შესანახი შეშისა და თივის მოზიდვა ზურგებით უხდება. მოსახლეობამ იცის, რომ სანდოგზის გაყვანა მხოლოდ სახელმწიფო ხარჯებით შეიძლება. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში მიაჩნიათ, რომ სტიქიური უბედურების ზონაში მაცხოვრებელ მოსახლეობას ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეტანა შეუძლია. ეს ორგანიზაცია 2007 წლიდან ახორციელებს ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელისა და ადამ სმით ინტერნეიშნალის მიერ დაფინანსებულ პროექტს ღია გარემოს დაცვითი სამოქალაქო ინიციატივა მდგრადი განვითარებისათვის. პროექტის მიზანი ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლაში მოსახლეობის როლის გაზრდაა. ასევე ჩვენ გვინდა რომ ამ რეზო გეთიაშვილი, რომელმაც პროექტის ფარგლებში ზემო აჭარის, სვანეთისა და წალენჯიხის რაიონის სოფლები მოიარა, უამრავ ადამიანს შეხვდა. შეხვედრებმა იგი დაარწმუნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისათვის მზადაა. თუკი ცენტრალური ხელისუფლება მისცემს მათ სწორ მიმართულებებს, როგორ უნდა ებრძოლონ ეფექტურად, ეს იქნება სასარგებლო თვითონ სახელმწიფოსთვის, ამით დაზოგავს თვითონ სახელმწიფო თანხებს და მეორეს მხრივ ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც ფინანსური, ასევე მორალური, რადგან დღესდღეობით ეს ადამიანები თავს გრძნობენ მიტოვებულად. მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ხელს კომუნიკაციის ნაკლებობა უშლის. მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად უშვებს ბიულეტენს, სადაც მეწყერსაშიში ზონებია ჩამოთვლილი. თუმცა ამ ბიულეტენში ჩამოთვლილი რეკომენდაციები როგორც წესი ადგილობრივ მოსახლეობამდე ვერ აღწევს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია სათანადოდ არ დაფინანსდა, სტიქიასთან საკუთარი ძალებით მებრძოლი ადამიანები დამარცხებისთვის არიან განწირულნი. ბუნებრივი კატასტროფების ზიანს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასაც აყენებს. ამ მხრივ სვანეთი ყველაზე ნიშანდობლივია. უძველესი ეკლესიები, საგვარეულო კოშკები და კომპლექსები, რომლებიც ტურიზმის განვითარების აუცილებელი პირობაა, უკვე დიდი ხანია ინგრევა. მულახის საკრებულოს თავმჯდომარის თემურ ქურდიანის მთავარი საფიქრალი ისაა, რომ ზოვისა და მეწყერის გამო სოფლები წარიელდება. მაგალითად, ბერიანების სოფელში 2 კომლიღაა დარჩენილი. ახლა მის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, როგორ შევინარჩუნოთ ის 2 ოჯახი, მაგრამ მანქანა ვერ მივა, მარტო საცალფეხო გზა არის, ცხენით რომ მარტო მივა ადამიანი, იქაც ისინიც უკვე ფიქრობენ გადასვლაზე ალბათ. თითქმის დაცლილ სოფლებში ეკლესიები და სალოცავებიც ნადგურდება. ესა მე-9 საუკუნეში აშენებული ეკლესია, გადმოცემით უფროსებმა ასე გადმოგცეს, რომ მე-13 საუკუნეში აშენდა ეს ეკლესია. ესა წმინდა ბარბალეს ეკლესია. და ის ეკლესია ამ მეწყერის გამო ბზარები აქვს მიყენებული, რაღაც კამარიკი გაუკეთეთ რკინის იმით, მაგრამ ვერ ვაკავებთ მაინც. თვითონ მიწა არის მოძრავი, მცოცავი მიწა. და ამის გამო აი ესეთ მდგომარეობა არის. გრევის პირასაა მაცხოვრის კომპლექსი, რომელიც აგრეთვე მულახის თემში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას მართალია უვლის, მაგრამ ეკლესიის გვერდზე მდგარი კოშკი დანგრეულია და ზედ მცენარეები ამოდის. თითქმის განადგურდა დილეგები და დამხმარე ნაგებობები, რომლებიც ამ კომპლექსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. უფრო მძიმე მდგომარეობაშია მესტიაში, ლეხტაგის უბანში მდგარი ხერგიანების საგვარეულო კოშკი. მოგახსენებთ, რომ ახლა ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ხერგიანების სვანურ კომპლექსთან, რომელიც კარგად და თვალნათლივ ჩანს ვიტორიო სელას მოგზაურობის დროს 1899-90-96 წლებში.
რომელიც მთლიანად მოჩანს აი ეს ხედები, რასაც ჩვენ უყურებთ და რაც დღესდღეობით დანგრეული არის. ხუჩა ჩართოლანი, რომელიც მესტიაშია დაბადებული და გაზრდილი, იხსენებს, რომ მის ადრეულ ბავშვობაში ხერგიანების კომპლექსში ცხოვრობდნენ. მაშინ კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილიც გამოსადეგი იყო, ხოლო არასაცხოვრებელი ნაგებობები, მაგალითად კოშკი და მიწისქვეშ გამავალი დილეგები კი უფრო მოვლილი. და ძალიან უნიკალური კომპლექსი არის ეს ხერგიანების კომპლექსი. დაბლა დილეგები აქვს, შესასვლელები აქვს დაბლით ამ მხარეს. და დღესდღეობით უკვე ასეთ მდგომარეობაში არის, როგორც ჩვენ ხედავთ. სვანური კოშკების დიდი ნაწილი ხერგიანების კომპლექსის ბედს იზიარებს. მე-19-12 საუკუნით დათარიღებულ სვანურ კოშკებს მეწყერსა და ზვავთან ერთად ჭერიდან ჩასული წვიმა და თოვლი ანადგურებს. მულახის დასახლება ჩვაბიანში უამრავი კოშკი სწორედ დაზიანებული სახურავის ან საერთოდაც სახურავის არქონის გამო განადგურდა. გადარჩენილი კოშკები ჩვაბიანში ერთ-ერთმა ადგილობრივი წარმოშობის მეცენატმა გადახურა და ამით დანგრევას გადაარჩინა. თუმცა მთელ სვანეთში კოშკების ნგრევა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ბევრი კოშკისაგან დღეს მხოლოდ საძირკველიღაა შემორჩენილი. 2008 წლამდე სვანური კოშკების რეაბილიტაციისათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა არ გაცემულა. 2008 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მესტიის 10 კოშკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად 34,000-ზე მეტი ლარი გამოყო, ხოლო მარგიანების საგვარეულო კომპლექსის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 60,000 ლარით დააფინანსა, თუმცა ეს თანხა ძალიან მცირეა. ყველა კოშკი საჭიროებს ავარის გამოცვლას, ფინანსებთან არის ალბათ დაკავშირებული და ახერხებენ თუ ვერ ახერხებენ, მაინც არაფერი არ აკეთდება. არ გაკეთებულა რომ ამის საკეთილს გავთ. დახმარებას თხოვთ რომ თუ რამე შეუძლია თავრობას გავკეთო რამე დახმარება. ძალიან კარგი იქნება რომ ჩვენ მაინც შევრჩეთ ამ სოფელს რომ მთლიანად არ მოიწყვიტოს აქედან ხალხი და არ გადავიდეს საცხოვრებლად აქედან. მთავრობა ბუნებრივი სტიქიით მიყენებული ზარალის რეაბილიტაციისათვის ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხას გამოყოფს. ექსპერტები კი დარწმუნებულები არიან, რომ თუ ეს მცირე თანხა გონივრულად დაიხარჯება და ბუნებრივი კატასტროფების პრევენციას სათანადო ყურადღება დაეთმობა, მაშინ შედეგი ნაკლებად დამანგრეველი იქნება. რეაბილიტაცია კი ბევრად იოლი.